з приводу податкової кампанії Голобородько. Докладніше у сюжеті Яни Клименко. Голобородко ყოველს მოუწოდებს გადასახადები პატიოსნად გადაიხადონ, თუმცა ვასილი პეტროვიჩის აზრს ყველა არ იზიარებს. მოვედით. ჩემგან რამდენია? 90 გრივნა. ხურდა არ მაქვს. ხურდა არ მინდა. ჩეკს არ მომცემთ? მის მინეშვილო რა ჩეკი? ჩეკი ოფიციალებს აქვთ. ესე იგი არალეგალურად? მამა. ასე ხმამაღლა არ გინდა. რას ყვირი ხარ? რას ყვირი ვარ? ხო, ნორმალურია ლიცენზიის გარეშე რომ ტაქსავ. სულელი ხომ არ ვარ. ლიცენზია ფული ღირს. ოფიციალურად თუ ვიმუშავებ, პენსიაზე ჩამომაჭრია. გაიგე? გავიგე, მაგრამ შენ გაიგე რომ არალეგალურად მუშაობ და გადასახადებს არ იხდი. რა თქმა უნდა არ ვიხდი. რა აზრი აქვს თუ მოიპარავე? შენი აზრით მე ვიპარავ. სად შეგიძლია მოიძებნებიან გამკეთებლები? რას ჩამაცივდი? სხვა საქმე არაფერი გაქვს? არაფერი. შენ და შენაირები გადასახადებს რომ არ იხდიან, ამიტომაც ხაზინაც არიელია. ყველაზე წითური მე ვარ. სვეტკას რატომ არაფერს ეუბნები? საჭირო იქნება ვეტყვი. მე რა უნდა მითხრას გადასახადები აღნიშნული მაქვს, ყველაფერს ვიხდი. ეგ რა შუაშია, გონი არავინ იცის რომ საყვარელთან ერთად გაუფორმებელი ვაგონ რესტორანი გაქვს. ხალხის მტერი გამომიყვანეთ. დაფიქრდი ის რამდენ შოულობს და რამდენს არ იხდის. 100,000 მარტო დედას კონიაკზე იქნება. პედია. ყოველდღე პოლიკლინიკაში 10 ბოთლიში აქვს და ხოდა დათვალე. დაფიქრდი. პედია. რა პედია? ვითომ არ იცოდი? მართლა არ იცოდი? Свою страну, люблю свою жену, люблю свою собаку. Я всего на свете член, почти что супермен, но редко лезу в драку. Знает весь двор мой приговор, слуга народа. Почти все есть, достоинство и честь, и даже крики «Браво!». Персональный самолет мне выделил народ, а что, имею право на животу, вот тут набью тату, слуга народа. ხალხის მსახური გახმოვანებულია აჭარა ნეტკომის მიერ. უფროსი ლეიტენანტი ლანდი, თქვენი საბუთები. უფროსო, რამე დავარღვიე? მოდით საბუთები ვნახოთ და მერე გადავწყვიტავთ. დაარღვიეთ თუ არა? ტაქსის ლიცენზია. ლიცენზია? ვითომ რატომ? ქალაქში დაჭერის ოპერაცია ბადე გამოცხადა. ყველა ტაქსს ვამოწმებთ. უფროსო, იქნებ ვერ მიცანი. საქმეც იმაშია რომ გიცანით პიოტრ ვასილევიჩ. მაშინ იქნებ გამონაკლისი გააკეთა. გამონაკლისი? კი. პრეზიდენტის ბრძანებით განსაკუთრებული სიმკაცრით პირადად თქვენ უნდა შეგამოწმოთ. ასე რომ კეთილი ინებეთ და ლიცენზია თუ შეიძლება. ვასია. უკაცრავად. ვასილი პეტროვიჩ. ბოლოს და ბოლოს რა ხდება? მეტი საქმე არაფერი გაქვთ? გამაგიჟებთ. სულ უკანა რატომ დამყოლით? რაღაც კოშმარია. თუ დასვა მჭირდება, მხოლოდ თქვენგან მარინა. გეყოფათ ჩემი დევნა. გასაგებია? გავიგე. ზუსტად გაიგეთ? ზუსტად. შესანიშნავია. ყოველივე კარგი. ტირილი შეწყვეტეთ. სხვის სახელში გამომართვით, მოიწმინდეთ. ჩავთვალოთ, რომ პრეზიდენტის ბრძანება გეყოფათ ტირილი. კარგი, თქვენთვის რისი გაკეთება შემიძლია? დაელაპარაკეთ თუ შეიძლება.
გთხოვთ, უბრალოდ დაელაპარაკეთ. კარგი, დაველაპარაკები. მადლობა. გოგოებო, ფოტოების გადაღება არ გინდა თუ შეიძლება. მადლობა. დაგეხმარებით. გოგოებო, სერიოზულად, შეიძლება არ გადაიღოთ. პრეზიდენტი ხალხთან ურთიერთობს. მადლობა. დიახ, კარგით. გალბატონო ყოჩი აღარ იღებთ. თქვენ კი? გალბატონო, ახლა ხან შეგაქეთ. რატომ იღებთ? მადლობა, ვასილი პეტროვიჩ. ოლგა იურევნა, გამომიძახეთ? დიახ. დაჯექით. გისმენთ. დიმიტრი ვასილიჩ. დიახ. სერიოზულად უნდა დაგელაპარაკოთ. იღებთ, მაგრამ ფიქრობ ჩვენი საუბარი არასასიამოვნო იქნება. შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით უბრალოდ სხვა გამოსავალი არ მაქვს. დიმიტრი ვასილიჩ, დარწმუნებული ვარ. ოლგა იურევნა, ბოდის ვიხდი, ერთი წამი თუ შეიძლება. ერთი. ხომ გთხოვე და უწიე, გთხოვ. მამა, იცი რა, ხან ხმა და ბლა, ხან ხმა მაღლა. შენსას ვერ გაიგებ. ნუ ჭუბო ბავშვო. ყელი არ გტივა? არა. ძალიან კარგი. მორჩა, დედა მალე დაბრუნდება. ბოდიში, ლუდოჩკავად გახდა, ვერავის ვერ დაუტოვებ. იქნებ ექიმთან წასულიყავით, ჩვენ კი მერე დავილაპარაკოთ. ყველაფერი კარგადაა, ექიმთან უკვე ვიყავით. ყველა ექიმზე უკეთესად მკურნალობ. ბოდიში, დიახ. მინდოდა მეთქვა დიმიტრი ვასილიჩ, რომ გამარჯობა. გამარჯობა. ეს თამაში როგორ ჩავთავ? ალისა, როგორ არ გწხვენია? მაპატიეთ. არა უშავს. აი ასე, აგერ. ასეთი დიდია და დაუკვირვებელი. არა უშავს. მაპატიეთ. თქვენი რამდენის არის? დიმკა 10-ის. 10-ის? ჩვენც 10-ის ვართ? მართლა? მართლა. თანატოლები არიან. დიმკა თეატრალურ სტუდიაში დადის. ფიქრობ, ალისაც იქ მივიყვან. კი, სტუდია კარგი რამ არის. მგერა ერზე პრობლემა ქონდა ახლა, ნელ-ნელა ვასწორებთ. თქვენ პრობლემური რ გაქვთ. ჩვენ კი მუშიშინე შ. ვის? ნიშნულობა არ აქვს საყვარელო. მე რა გიხსნი, წადი. ბოდიშით. იცით ისეთი ჩაკეტილია, რომ არ ვიცი რა გავაკეთო. რას ვიზავ, ბავშვი დედის გარეშე იზრდება. დედას რა მოვიდა? დედა აღარ არის. მაბადეთ არ ვიცოდი. მართლა. არა, დედა ცოცხალია. ის ცოცხალია, მადლობა ღმერთს. ამ საქმესთან უბრალოდ პრობლემა. მოკლედ, გრძელი ისტორია. დიახ. რაზე გინდა დაცაუბარი? მე პრინციპში სავალუტო ბირჟაზე საქმეები როგორ გაქვთ? დასტაბილურდა. დიახ. შესანიშნავია. მან შასე, კარგი. შეგიძლიათ წახვიდეთ. დიახ, ეს ყველაფერი რისი გაგებაც მინდოდა. კარგ დღეს გესურვებთ. მადლობა. ალისას მოგითხრა. მადლობა. მამა, რა? რატომ უთხარი რომ ვავადმყოფობ? რა, კარგად ხარ? კი. ხო და საუცხოა. დიახ. რატომ წავიყვანე მომენატრა და იმიტომ ნახევარწელში ერთხელ ბავშვის ნახვა არ შემიძლია? რა დელფინარიუმი? ნახევარ საათში თათბირი მაქვს. კარგი, მორჩა, მორჩა. თეატრალურ სტუდიაზე რას ამბობდი? არ იღელვო, არავინ არანაირ სტუდიაში არ მიგიყვანს, მორჩა? მე მინდა. გინდა? მაშინ დედა როგორმე მიგიყვანს. დროებით. კარგი დროებით. როგორ თუ არ მოვლენ? უარი თქვენს რომ დაკავებულები არიან ყველა? ყველა. მიხაილ ივანიჩ, მთელი ისტორიის მანძილზე ჯერ არც ერთი დეპუტატი არ მოსულა. სადეპუტატო ხელშეუხებლობა, სახელმწიფო საქმეები, გასაგებია. მაშასე, თუ მუჰამედთან მთა არ მიდის, მაშინ მე მივალ. მოვინახულებ ხალხის მსახურებს. სერგეი ლეონიდოვიჩ, თქვენ წინა წლის დეკლარაციას თვალი გადავავლე. გრაფაში უძრავი ქონება. ტარაიჩენიზე ბინა მიუთითეთ საერთო ფართით 40 კვადრატული მეტრი. სწორია. და ცხოვრობ ბინაში ცოლთან და ორ ბავშვთან ერთად.
შევიწროვებულად, ასე ვთქვათ, სპარტანული პირობები. ვიწროთ, მაგრამ უწყინრად. მაშინ კონჩე ზასპის შესანიშნავ სამსართულიან სახლში რატომ არ ცხოვრობთ? ასე გეტყვით, ჩემს ასაკში მშობლებთან ცხოვრება უხამსობაა. სახლი დედას ეკუთვნის. დედას. საინტერესოა, დედა თქვენს აგროჰოლდინგი რაში სჭირდება? დედა სოფელში გაიზარდა. ბავშვობიდან როგორც იტყვიან, მიწის ჩიჩქნა უყვარს. კიტრები, პომიდორები. არყის ქარხანა, იმიტომ რომ დედას უყვარს? არა, რას ამბობთ? ძმის საკუთრებაა. ძმის? დიახ. თქვენ კი ავტომობილ VAZ 2107 1994 წლის გამოშვება. არაფერი არ გაქვთ? ასკეტურ ცხოვრებას მივსდევ. ყველაფერს ქველმოქმედებაში ვხარჯავ. ესე იგი ბანკი ომეგა, რა თქმა უნდა, თქვენი არ არის. არა. ცოლის ბანკია. მხოლოდ ცნობის მოყარეობის გამო 20 წლის გოგონამ უმაღლესი განათლების გარეშე. მთელ ბანკს როგორ მართავს? თვითნაბადი. ფინანსური გენიოსია. სასტარტო კაპიტალი საიდან? მე რატომ მეკითხებით? არ იცით? იცით ოჯახში ასეთი წესი გვაქვს, მის საქმეებში არ ვეჩერები. დაუშვათ, მაგრამ რძის კომბინატი ეს ხომ თქვენია? რა თქმა უნდა არა. თავად დაფიქრდით თუ კი ბიზნეს ფლობ, სახელმწიფო სამსახურში როგორ ვიმუშავებდი. ახლა კი ბოდიშს ვიხდი, სპიკერი მელოდება. მადლობა რომ შემახსენეთ, სპიკერთანაც გვაქვს შეკითხვები. იახტასთან დაკავშირებით? ჩემი არ არის ძმისა, იცით ზღვის ავადმყოფობა მჭირს. ამიტომაც კერძო თვითმფრინავი იყიდეთ. დილომშვიდობისა ბელა რუდოლფოვნა. დილომშვიდობისა ვასილი პეტროვიჩ ყავა? არა, მადლობა. მაშინ თქვენი დღის განრიგი. დიახ. 12-ზე შევჩენკოს პარკში ძეგლს ხსნით. პირველზე კიევო-მოგილინაკის აკადემიაში სიტყვით გამოდიხართ. 14-ზე ნორჩ ბონდურისტებს ჯილდოებს გადასცემთ. 15-დან დღის ბოლომდე შეხვედრები მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან. ვასია, დაკავებული ხარ? სალამი. რიტორიკული კითხვა. მივხვდი, სწრაფად გეტყვი. კი. მოგლეთ ჩვენი პოლიტიკური ბომონდი დავკითხე. ხო, მერე. ეკლესიის თაგვებივით ღატაკები არიან. მე არ ვარ, ეს ჩემი არ არის. ასია, რას ვთავაზობ? არ ვიცი. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ქონება ვიზეთ წერია დავატრიალოთ. დედა, ბებიები, ცოლები, ძმები, ძაღლები, თაგვები ყველა. მაგრამ მძიმეა ვასია. ასეთი გადაწყვეტილებების მარტო მიღება არ შემიძლია. კი, გესმის ალბათ ამის მერე რა დაიწყება? რა? ვენდეტა იქნება. ვენდეტა ჩემს დროს იყო თუ იყო. ყბებს უმტრევდით. ტყვიან ფრქვევები დამცხრილავდით, მტრებს ასფალტში მარხავდით, პირანიებს ვუგდებდით. ბატონო ალკაპონე, ვიცი ვინც ხართ, ისტორიკოსი ვარ. თქვენი გმირობების შესახებ ყველაფერი ვიცი. საუბარიც ამაზეა. წარმოგიდგენია, როგორი ნაწყენი ვიყავი? მე, კრიმინალური სამყაროს მეფე, ბუტლეგერი. ვკლავდი, ბორდელებს ფლობდი, კაზინოები, ნარკოპრიტონები. მაგრამ ამერიკის ხელისუფლებამ გადასახადების გადაუხდელობა არ მაპატია. აბა დაუფიქრდი, ჩემი საქმიანობა და რაღაც კაპიკების დამალვის გამო ჩავარდი. ვთავაზობდი, მოდით ჯარიმას გადავიხდი, მზად ვიყავი მილიონი ასეთი ჯარიმა გადამეხედა, მილიონი. მაგრამ 22 წელი შემტენეს. მგონით 11. ძმაო, ალკატრაში ნამყოფი ხარ? არა. იქ 1 წელი 2-ში გადის, ალბათ. ალბათ არა, ზუსტად. კითხავთან უწახვალ, ვასია. სასაკლაო იქნება. ვას, აბარაო. რა მიხა? ამერიკელებს არ შეეშინდა და თვით ალკაპონე აიყვანეს. გადასახადების გადაუხდელობაზე ჩასვეს. ნუ თუ ვიღაც იური ივანიჩების გამო უნდა ვიღელვოთ. მათი დედები, ცოლები და თახვებითაც კი. თუ გვეშინია, მაშინ დაწყებაც არ ღირდა. ესე იგი ბოლომდე ვწნეხავთ? კარგი. ეს რა კანონია 5 ფურცელზე? და ეს კანონია? უბრალოდ თქვი, უფლება მაქვს, კენჭი ისე უნდა ვუყაროთ, როგორც საჭიროდ ვთვლი. აკამერები არ არის, ეს გამოსვლები არ გინდა. სადღაც სწორია, საკუთარ თავს შეხედე. გალოთდი. შენ მაინც დაამშვიდე. მე რა, იმისთვის რომ კენჭი ვუყაროთ, კენჭი ნორმალურად ვუყაროთ, სიჩუმე. ვიტალიკ, რა სირად
ხმა რატომ არ მიეცი? იური ივანიჩ, მე და ჩემი ფრაქცია ანტისახალხო კანონს მხარს არ დაუჭერთ. უბრალოდ თქვი რას მოიცა სერიოზია? საერთოდ შენ ფრაქციას ვინ ეკითხება? თქვენი საქმე ხელების აწევა. ქვეყანაში საგადასახადო კომპანია. თქვენ კი უგთავაზობთ მთელი რიგი საწარმოებისთვის საგადასახადო შეღავათებს. ეს ლობიზმია. ლობიზმი ვერ გავა. უბრალოდ თქვი რა გინდა. ციტატების ამომშვები მიხურე. იური ივანიჩ, ეს კანონი წაკითხული გაქვთ? რისთვის უნდა წამეკითხა? მე არ მომწონს. 4 წლის წინ დეპუტატის ფიცი დავდე ქვეყნის ინტერესებისთვის მებრძოლა. ჩვენ არ ვბრძოლობთ? სერიოზ ბრეიკ. თუ ასე გაგრძელდება, კოალიციიდან გავდივართ. ოღონდ ნუ გვაშინებ რა. მიდი. რა ბუზმა უგბინა. ვინ ამიხსნის? ანკისედაც ყველაფერი გასაგებია. შეღავათები ვისაც შეეხება, იმ საწარმოების სია წაკითხული გაქვთ? კი, ეს სია წაკითხული მაქვს, ზეპირად ვიცი. ნუ მღერი ხარ, არსზე ილაპარაკე. იქ ხორცს კომბინატები არ არის. ამიტომაც ჩვენი ძეხვების მეფე განაწყენებულია. ახლა გასაგებია? მის ხომ შეიძლებოდა ეთქვა? ეს ცირკი რა საჭირო იყო? ჯამბაზია რა. ვიტალი საყვარელო, სად გაიქეცი? გაუგებრობა მოხდა. ეს ძველი რედაქცია კანონის ახალ რედაქციაში, საწარმოთა სიაში ხორცს კომბინატებიც ხდება. ნუ გათავხედდები. გასამართი სადგურები არ ხდება, მხოლოდ ხორცს კომბინატები. რას ვამბობდი? ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი კანონია. მე და ჩემი ფრაქცია ყოველთვის ამაზე ვლაპარაკობდით. თავიდანვე მხარი რატომ არ დაუჭერეთ? იმიტომ რომ თავიდანვე კანონ პროექტი ოდნავ ნედლი იყო. ნაკლოვანებები გამოვასწორე და როგორც იტყვიან, ორივე ხელით მომხრევართ. ბოდიში, ნახვამდის. ვიტალი ვასილეჩ, კითხვა მაქვს. კვირაში 7 პარასკევი. ახლახანს ფრაქცია სამშობლოს ლიდერმა განაცხადა, რომ საგადასახადო შეღავათების კანონ პროექტს მხარს დაუჭერენ, მაგრამ ხვალ რა იქნება? რას დამდგარ ხარ, პაშა? მოაცილე ეგ მაგედან. თვითონ აიღე და ეს ხარახურა გაწმინდე. აბა შენ რას მიკეთებ? რატომ უნდა გავწმინდოთ, როცა გადასაგდებია? ტრაქში წადი. პაულ სემიონიჩ. არ წაიღო ტვინი. დიახ. სალამი. რომან გოლუბევი, ჟურნალისტი. ჩვენ პრეზიდენტზე წიგნს ვწერ. ცალკეული თავი ვასილი პეტროვიჩზე საუკეთესო მეგობრების მოგონებებს ეძღვნება. თქვა რომ ერთ-ერთი მათგანი თქვენ ხართ. რატომ? ერთ-ერთი. ერთადერთი. დიახ. წინააღმდეგი ხომ არ იქნებით დიქტოფონზე რომ ჩავიწერო? რა აქ? შეგვიძლია აქ. ფარეხშიც შეგვიძლია სახლში წავიდეთ. სხვა ვარიანტები არის? არის. სკორი, დღეში სამჯერ ჩხუბობ. ყოველ ჯერზე შეგარიგოთ? ძალიან გთხოვ. მე თავს მოვიკლო. ვანია რაღაც უცნაური ხარ. სერიოზულად გეუბნები? მე სერიოზულად შენ ცოლზე გავლენა როგორ მოვახდინო? თქო, პირად პრობლემებში თვითონ გაერკვია. რა ჩვენი პრობლემები? კარგი მორჩა. დიახ, გისმენთ? ვასია თავს მოვიკლავ. სკორიკ. მეტი აღარ დამერეკო, მორჩა დროებით. ვასია, სერიოზ. მაშასე, ეს სამთავრობო კავშირია. გავფრთხილებ კიდევ ერთხელ თუ დარეკავ, შენ და შენს ცოლს მოგკლავთ, დაგწვავთ და შეგჭამთ. ვასილი პეტროვიჩ, ყველაფერი წესრიგში გაქვთ? უკაცრავად ბელა რუდოლფოვნა. ხდება ხოლმე. კი, მაპატიეთ. არა უშავს. დიახ. შენ რა გინდა? არაფერი. შეიძლება უბრალოდ შენთან ცოტა ხანს ვიჯიდე. რა აზრით? ხედავ რა ხდება? ნაკლები უნდა სვა. სმარა შუაშია. აბა რა მოხდა? აქსანა, რა უნდა მომხდარიყო? დილიდან ტვინი გაბურღა. დღეს ყველას ქალებთან გაქვთ პრობლემები. ქალი მაინც იყოს. ეს ხომ აქსანა? სერიოზა მომისმინე? ვასილი პეტროვიჩ, უკვე 12-ის ნახევარია. გოლოსევსკიზე საცობია, ნახევარ საათში შევჩენკოს პარკამდე შეიძლება ვერ მიხვიდეთ. კარგით, ბელა რუდოლფოვნა. მადლობა. ვგროვდები მიურბივარ. სერიოზა, მაპატიე. საგიჟეთია. გაიქეცი. შენთან კიდევ ნახევარი საათი ვიჯდები. ჩაის დავლევ, ტელევიზორს ვუყურებ. რა თქმა უნდა. ადექი? სამუშაო წახვალ. აქ ვიმუშავთ. ადექი. ხო, ბევრს ნუ ლაპარაკობ. ხო, ლაპარაკის გარეშე წინ. ვასილი მოკლავ, სერიოზში. უკეთესი იქნება დავწვა, ჯადოქარს გავს, სერიოზში დამშვიდი. ჯობია დავახჩო. შენგან დიპლომატს ძერძავს.
რა დიპლომატს ვასია, პროფესიონალს. სულ მithვალთვალებს. უბრალოდ გაუყიმე როგორც ყოველთვის აკეთებდი. სერგეი ვიქტოროვიჩ, აი ისიც. გამარჯობა. ბოდიში რომ საუბარი შეგაწყვეტინეთ. არა უშავს, ყველაფერი კარგადაა. იმუშავეთ ბედნიერად. ასე. ესე იგი, 3 საათზე პორტუგალიის დელეგაციასთან კოქტეილ ფურშეტი გვაქვს. შეხვედრა უკრაინის მოქალაქეთა ემიგრაციას ეხება. მოდით ეტიკეტის წესებს გავეცნოთ. მოდით. დიახ, ბელა რუდოლფოვნა. რა თქმა უნდა შეუძლია. როდის? საღამოს? პრობლემა არა. მადლობა. ასე, ტოლიკ, სწრაფად. რას მიყურებ? მოვა. შენთან სალაპარაკოთ პრეზიდენტი მოვა. მიდი ადექი. მოვწესრიგდებით. წადი შხაპი მიიღე, წერი გაიპარსე. მიდი. შედი. რას დამდგარ ხარ? სწრაფად, გემუდარები. ვეუბნები ვასია, შეხედე გეოგრაფიის მასწავლებელი როგორ გიყურებს. მიდი უცებ სპორტ დარბაზში, გაჩვენებს მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროები სად არის. მერე, აჩვენა? არა. დირექტორი მოვიდა და პედსაბჭო მოაწყვა. გათხოვილია? დირექტორი? კი. გეოგრაფიის მასწავლებელი? არა. ისტორიები კიდევ არის? ბლომად. იწერს. მე კი ვიმახსოვრებ. მე კი განვაახლებ. სარეკლამო პაუზა. ტოლიკ, პირადად შენთან არანაირი პრეტენზიები არ მაქვს. უბრალოდ დაცვა არ მჭირდება. ვიცი რა სასიტყვი ასე არ შეიძლება, ასე საშიშია. იცი ერთხელ მაჰათმა განდიმ თქვა, თუ შეშლილის ხელით სიკვდილი მელოდება, სახეზე ღიმილით მოვკვდები. ჩემთან გამათი არ გინდა. ტოლიკ, ერთს გეტყვი და 10 მპასუხობ. ეს გადაწყვეტილია, ეს ჩემი პოზიცია. არანაირი, მაგრამ ვისი უნდა მეშინოდეს? ეს ჩემი ხალხია, ისინი მიყვარს. საერთოდ ოქროს ხალხი ყავს. საგადასაღადო სისტემაში სიახლეები შეგვაქვს. ბევრი ადამიანი დაზარალდა, არა უშავს. აბსოლუტური გაგებით მოეკიდნენ. იციან, რომ ეს დროებითია. ვისი უნდა მეშინოდეს? შეხედე, მშვიდად ვარ. შეხედე, შემიძლია ვისეირნო და არავინ შემეხება. არავის არ მჭირდები. ასე რომ დაცვა, ტოლიკ, არ მჭირდება. პროფესიონალი ადამიანი ხარ. კარგ სამუშაოს აუცილებლად იპოვე. მიგიყვანოთ? არა, მადლობა. ბიჭები მიმიყვანენ. წარმატებები, ტოლიკ. ბიჭებო, საღამომშვიდობისა. დარნიცამდე რა ღირს? აბა, ამას უყურეთ. თქვენთვის უფასოდ, ბატონო პრეზიდენტო. კარგი რა. უფასოდ არ მინდა, რას ამბობთ? ბიჭებო. ვისი ძეგლია? ტოლიკ, გაჩერდი. ტოლიკ, დააწექი. არა, თუ დაჟინებით ითხოვ, მაშინ კარგი სამსახურში მიღებული ხარ. დამძღოლად ნახევარ განაკვეთზე. მუსიკას ჩავრთავ. Задекларуй майно, яхты золото, хрешталь. Знают все уже давно, кто не платит, той москаль. რა გჭირს? ხომ უთხარი, რაც გვინდა, ოღონდ ეს იდეა არა.
ზუსტად ეს ამოარჩიეს. სპეციალურად აკეთებენ. იქნებ მოგწონს. ჯობია გაჩვენდე. გახმოვანებულია აჭარა.net.com-ის მიერ.